მე მინდა გავაკეთო განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ყველას გაუჩნდება კითხვა, რატომ მივდივარ. წინდაწინვე მინდა ვთქვა, რომ არავითარი უთანხმოება ჩემსა და მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთის გვერდით მოგვიწია მუშაობა გასული 1 წლის განმავლობაში და ჩვენს შორის ღირსეული კოლეგიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენს კოლეგებთან ერთად არაერთი დღე და ღამე გაგვიტარებია ერთად დანაშაულთან ბრძოლაზე ფიქრში და შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი ღირსებითა და წესიერებით სავსე ადამიანია. რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა და გვაქვს განსხვავებული შეხედულებები პრიორიტეტებთან, გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული ერთ გუნდში მყოფი საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია, რაც ყოველთვის არსებობდა. პროკურატურაში გატარებული 1 წელი ჩემთვის მრავლის შემეცნებელი იყო. პრემიერ ივანიშვილის წყალობით მე საშუალება მომეცა პირველად ჩემს ცხოვრებაში მემსახურა სახელმწიფო სამსახურში და თანაც ესოდენ მაღალ თანამდებობაზე. განვლილი 1 წელი საქართველოს პროკურატურისათვის რეპრესიიდან ლიბერალიზაციისაკენ გარდამავალი პერიოდი იყო. ჩვენ ხელი ავიღეთ სასამართლოს კონტროლზე, გაიზარდა ადვოკატთა უფლებები, შევამცირეთ დაჭერები, გავათავისუფლეთ უკანონოდ ბრალდებულები, სისხლის სამართლებრივ დევნას ჩამოვაშორეთ ფისკალური ეფექტი და შევეცადეთ ხალხისათვის გვეჩვენებინა, რომ სამართალი არ იყიდება. დავიწყეთ საზოგადოებასთან ჩატეხილი ნდობის ხიდების აღდგენა. ჩემი საქმიანობის დრო საქართველოში ორ ხელისუფლებიანობის პერიოდს დაემთხვა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის საქმიანობა იმ პოლიტიკით იყო ნასაზრდოები, რომელიც ხალხში კოაბიტაციის სახელით არის ცნობილი. ამიტომ ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წრომის ადრესატიც.